გამარჯობა გოგოებო, როგორც შეგვირდით, გიბრუნდებით ღამის რუტინით. მინდა რომ მოგიყვეთ, როგორ ვუვლი ყოველღამე ჩემს სახისკანს, რა პროდუქციას მოვიხმარე, საერთოდ მთელი ეს პროცედურა გავიარო თქვენთან ერთად. მოკეთ დღის ბოლოა ღამეა, ჩვენი სახე არის ძალიან დაბინძურებული, გამონაბოლქვით, ჭუჭყით, ბიბიკრემისა და ტონალურების ნარჩენით და მოკეთ საჭიროებს საფუძვლიან გაწმენდას. მოკეთ გჭირდება ძალიან კარგი და ხარისხიანი გამწმენდი გელი ან ქაფი. ამ შემთხვევაში ქაფს შემოგთავაზებთ ესტედერმის, რომელიც ახალი პროდუქტია ჩემს ღამის რუტინაში, 2 დღის წინ შევიძინე. ესტედერმი, ვიცით ყველამ რომ არის პრემიუმ ხარისხის ფრანგული ბრენდი, მქონია მისი რაღაცა სხვა პროდუქტები, ფანტასტიკური, რადიანსი, ესეთი კრემი აქვს ესტედერმს, არის საოცარი კრემი და აუცილებლად კიდე შევიძენ და ჩავსვა რუტინაში. ამ შემთხვევაში მოვიხმარ ესტედერმის ქაფს, ახლა თქვენთან ერთად წავისმევ, მე მომეწონა ძალიან და სრულიად მოსაუბრებელი იყო ამ ბრენდისგან. ქაფი პირველად მაქვს სხვათა შორის, დასაბანგელებს ხმარობდი ყოველთვის. ესეთი სიფაფუკეა, ძალიან სასიამოვნო ისმევა. კარგად წავისვა ცალ-დაგულად თელ სახისკანზე, თვალის არეს მოვარიდოთ, იმიტომ რომ ანოტაციაში უწერია. მხოლოდ სახისკანისთვის არის განკუთვნილი, კარგად შევიზიოთ კანში, ესე მასაჟით დავიმასაჟოთ. მაქსიმალურად ცოტა კანი მივიღოთ. აი ასე. ახლა დავიბან დაგიბრუნდებით. მაშინ ასე ჩამოვიბანე სახის კანი და ახლა სახის გაწმენდის ეტაპს დახურავს აი ესეთი ნიუქსის მიცელარული სითხე. ეს არის ცნობიერი კანისთვის განკუთვნილი მიცელარული, რომელსაც კაი ხანს ვეძახდი მიცერალურს. ბოლოს აღმოაჩინე, რომ ის ლეკლანსინგ ვოთერ არის და გამოვასწორეთ. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს გამწმენდი ლოსიანი თუნდაც, რა ვიცი, დეიდან ნაცვლად დაუძახეთ, თავარია თავის საქმე გააკეთოს ამან და თავის საქმეს მართლა კარგად აკეთებს. რაც თუ კი რამეს დატოვებს ეს ჩვენი გამწმენდი გელი იქნება თუ ქაფი სახისკანზე, მიცერალური სითხის გამოყენებით ამას საერთოდ ავალაგებთ უკვე ნარჩენსაც და რაღაცნაირად ანოტივებს კანს, სასიამოვნო და ატენიანებს და უფრო ღრმა დატენიანებისთვის ამზადებს. კარგი რაც აქვს ამ პროდუქტს. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა ის არის, რომ თვალზე შეიძლება მისი გამოყენება. ასე რომ თვალზე მაკიაჟს და ჭუჭს ვიხსნით სწორედ მიცელარული სითხით. ამ შემთხვევაში ნიუქსით ყველა მიცელარული არ აკეთებს ამას, ზოგი მხოლოდ სახისკანისთვის არის განკუთვნილი. მოკეთ ასე გავისუფთავე სახისკანი. აქ ჩემი შვილების სიმღერის პლეისმენტია, არ ვიცი ისმის თუ არა, მერე ვთხოვე რომ ცოტა ხანი დაეცდიათ, მაგრამ ამაოდ. ეხლა მინდა რომ გაჩვენოთ ძალიან მაგარი პროდუქტი, რომელზეც ვარ ყურებამდე შეყვარებული. ეს არის როუგაია. ორგანიკ პროდუქტი, დიდი ბრიტანეთიდან, ძალიან ხარისხიანი. და ამ ხარისხის ინდიკატორი პირველ რიგში ჩემთვის ჩემი კანია. რაც როუგაიას მოხმარება დავიწყე, ეს არის ღამის ბალზამი დამატენიანებელი. რაც მისი მოხმარება დავიწყე, არ ვიცი რა, 1-2-რად გაუმჯობეს და კანის ხარისხი და სტრუქტურა თუ ტექსტურა და რა ვიცი, აი გონია რომ ნათელი მადგება, დილით რო გავიღვიძებ, 20 წლის დაკოიგვიძებს. ესეთი შედეგი კრემისგან ძალიან დიდი ხანია არ მიმიღია. თუმცა ეს არ არის კრემი, კრემს ვერ უწოდებ. შეხედეთ როგორი არის, აი მყარ მდგომარეობაშია, მათი არ შეინახება. ესე ჩხირით ვიღებ. გადმომაგ ხელზე. ჩემი სხეულის ტემპერატურა ადნობს და მასე გარდაიქმნება ზეთად. ზეთოვანია რეალურად. ცოტა სპეციფიური სუნი აქვს მცენარეული, მაგრამ ეს ძალიან ლოგიკურია, იმიტომ რომ თითქმის 100% არის ორგანული, ანუ ნატურალური პროდუქტებით შექმნილი, როგორც არის, რა ქვია, ბალზამი.
გოჯის თვალის შრატია ამერია. ეს არის კანაფის ზეთზე დამზადებული პროდუქტი. აი ესე კარგად შევიზივოთ. ნაოჭ საწინააღმდეგო ტრაექტორიით შუიდან განზე. გადავიტკიცოთ კანი. აი ესე. კარგად შევიზივოთ. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ აუცილებლად დაძინებამდე მინიმუმ 9 საათით ადრე მაინც წაისვათ ხოლმე კრემი, იქნება ეს თუ მით უმეტეს ასეთი მსუყე დამატენიანებელი, რომ კანმა მოასწროს მისი მიღება, შეისრუტოს რაც მის აღები აქვს, ასე ვთქვათ და ბალიშს ნუ გავუნაწილებთ ასეთ ძვირფას პროდუქციას. ჯობია რომ დაძინებამდე ცოტა ადრე ჩავიტაროთ ღამის რუტინა. ესეც ასე. ეხლა მივხედოთ თვალის ირგვლივ კანს, რომელსაც ასევე რო უკაიათი გავინებივრებ. აი შეხედეთ, ეს არის უკვე ყველა ტიპის კანისთვის გოჯის შრატი. ასევე ძალიან მაგარი რამეა. რომელიც ალბათ სამდომოთ მეყოფა, იმიტომ რომ ძალიან ცივე რაოდენობით არის სრულიად საკმარისი, რომ დავიტენიანოთ. და 2-3 წვენს დავიკურებ ხოლმე წვეთს თვალის გარშემო. აი ცოტა ზედმეტიც კი მომივიდა, ახლა აუპრიალდები. აი ამ ტრაექტორიით ხო, როგორც გასწავლეთ პირველ მაშინ რა ქვია ვიდეოში, დღის რუტინაში. აი ესე დავიმასაჟოთ. შევწან კაია. რა ხომ ძალიან მომწონს. ცოტა რთული კია ხოლმე და ძალიან საპასუხისმგებლო, რომ ფილმეს რამე ურჩიო და გასცა რეკომენდაცია, იმიტომ რომ მე რაღაცნაირად თავს ისე ვგზნობ ხოლმე, რომ არ მოეწონებათ, ცუდად ვგზნობ თავს, მაგრამ რაღაცნაირად სულ ისახდება, რომ ამართლებს ხოლმე ჩემი რეკომენდაციები, რაც ძალიან მიხარია და იმედი მაქვს, რომ ისეც მოგეწონებათ, მით უმეტეს, რომ უკვე ბევრმა გოგომ გამოსცადა თავის კანზე რომ გაია და მე მგონი რომ რა ვიცი უკმაყოფილო არც ვიცი არავინ რა ამბაჯაღლო პროდუქციით მართლაც ასწავლი რამეა. ეხლა მოდით რომ მივხედოთ ჩვენს კოსტატეკულტის არ იქნება ურიგო. ურიგო კი არა აუცილებელია. საპონელათი ახორციელებ ეხლა მე ამას. აი გაჩვენებთ ეს არის ქართული ბრენდის სტარტაპერები არიან, რომ ბრენდის წარმომადგენლებმა გამომიგზავნეს საჩუქრად დასატესტად ეს კრემი, ეს არის კაკაოს ცხიმზე დამზადებული, ეს უკვე მართლა 100% ორგანიკია და ისეთი მაგარი სუნი აქვს და ისეთი მაგარი დამატენიანებელია, თან უდნაო ბზინავს. მოკლედ არ ვიცი, ერთი სიამოვნებაა ამ კრემის წესმა. აი ეს ყელზე და ქვევით დეკოლტეზე ვისმევ ხოლმე. ძალიან კარგი თვალის კრემიც აქვს სხვათა შორის საპონელას, საკმაოდ მსუყეა და კარგად ატენიანებს. უბრალოდ ამ ეტაპზე რო უგაიას ვერ ვეშვები და მე აუცილებლად იმასაც ჩავთავ ხოლმე რუტინაში. მოკლედ ასე ჩვენი რუტინა დასრულდა. გამოვიყენეთ სულ რამდენი პროდუქტი: სახის გამწვენდი კაფი, მიცელარული სითხე, სახის დამატენიანებელი ბალზამი, თვალის ბალზამი და დეკოლტესთვის კრემი დამატენიანებელი. რაც იმედი მაქვს, რომ სასარგებლო იქნება ეს ვიდეოც თქვენთვის და დავამოსებ, რომ შემდეგ ვიდეოს ჩავწერ ბიბი კრემზე. Have a